დონალდ ტრამპი ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესისკენ მოუწოდებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც ამბობს, რომ არსებობს ფართო რეგიონული შესაძლებლობები. ეს კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლი შეწყდა. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ხაზის საკითხის მოგვარება, ჰამასის დამარცხება. ვფიქრობ, ორივე ამოცანას მივაღწევთ, თუმცა ამის გარდა იხსნება ფართო რეგიონალური შესაძლებლობებიც. ხაზაში მყოფ პალესტინელებს აღარაფრის იმედი აღარ აქვთ, ისინი თვეების განმავლობაში იტანჯებიან და აღარ იციან ვის დაუჯერონ. ხაზის სექტორის ხალხმრავალ ბანაკებში მოთმინება დიდი ხნის წინ ამოეწურათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ომის დაწყების დღიდან ისინი ამბობენ, გაათავისუფლეთ მძევლები და ჩვენ შევაჩერებთ ომს. მათ ომი არ შეუწყვეტიათ, ჩვენ გავათავისუფლეთ მძევლები. თუმცა ომი ისევ დაიწყო. უკვე 2 წელზე მეტია ომია. უცებ გავიგებთ ზავის შესახებ. გვეუბნებიან, რომ ომი დასრულდა, ცეცხლი შეწყდა, არსებობს შეთანხმება. მაშინაც კი, როცა შეთანხმება მიღწეულია, კვლავ ომია. ჩვენ არ გვსურს ცარიელი სიტყვები, გვინდა მოქმედება. როგორც ამბობენ, ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავს, რათა დონალდ ტრამპს შეხვდეს. ეს ნაბიჯი შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას შექმნის. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.